შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე დიპლომატიური უთანხმოების ფონზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი 22 სექტემბერს საქართველოში ამერიკის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების თემასაც შეეხო. Შეკითხვაზე თუ ვინ იდგა ამ ინციდენტის უკან, მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარეობს თანამშრომლობა და ასეთ დეტალებზე ის არ აპირებს საუბარს, რადგან ეს გამოძიების საქმეა. თემა შტატებში აქტუალური Washington Times-ის სტატიის შემდეგ გახდა, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკული დაზვერვა ინციდენტის ორგანიზატორად რუსულ სამსახურებს მიიჩნევს. ტონერმა ასევე ისაუბრა რუსი მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სავიზო სანქციებზე და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მაგნიტსკის საქმის გამოძიებას დიდი ხანია ყურადღებით აკვირდება და დაწესებული სანქციები ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან მიმართებით მიიღეს. Again, we also don't really talk about არ მსურს ვისაუბრო დიპლომატიური ურთიერთობების დეტალებზე რომელიმე ქვეყანასთან. ერთადერთი რისი თქმა შემიძლია არის ის, რომ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან მიმდინარეობს განხილვები უსაფრთხოების საკითხებზე, თუმცა დეტალებზე კომენტარისგან ამ შემთხვევაში თავს შევიკავებ. გამოძიებისა და დაზვერვის საკითხებზე განცხადებას არ გავაკეთებ. ესაა ჩვენი პოლიტიკა.